მოგესალმებით, ჩემო დრიფტიგანო მეგობრებო, დღეს გვაქვს დიდი დღე. როგორც ხედავთ, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ეგრეთ წოდებულ მარშრუტკაში და საბოლოო ჯამში დღეს რა ხდება და საითკენ მივდივართ, მაგას გეტყვით. პირველ რიგში, ვინც წინა ვიდეოს უყურებთ, ნახავდით, რომ ალბათ ძრავის დაკოკოს ვაპირებდით, სილვიაში 1.5 ჯეიზი რაც ჩავდეთ და ეხა კიდე ჩვენ გვაქვს პატარ-პატარა სიახლეები. ეხა მივდივართ ჩვენ მიშო ბოჭკუასთან, ალბათ ნახავდით წინა ვლოგებს ვინც ადენვით თვალყურს. ეხა აქ რომ მოვედი არ ვაპირებდი არც გადაღებას, მაგრამ შანსი არ მაქვს, ძმაო. ეს 15-ს რო ვხედავ, ეგრევე მე. მოკლედ. ეს 15-ს ვიძე. ბიჭო, ხო, ეგრე გამოგვივიდა ჩვენც, მაგრამ ეს 15-საც ავაწყობთ ნელა. ეშიტო გეცნობათ ალბათ იგივეა, რაც მეყენა. ფარებზე მიშო დაგვიხმარები, ხო? აუცილებლად. კი. ახალი იქნება სვეჟოკი. ძალიან მაგარია. მე იცი რას ვფიქრობდი, რომ ესენი ჭირდება რა, იმენა რა. შენ იძახი რომ ჩვენ მოვითათბიროთ როგორ ამოვჭრათ და მე შეწევ. ხო, იმიტომ რომ მე რაც მაქვს, ეხლა ისენი ამოჭრილია, მაგრამ სიცარიელე როა, საყდენი როა აქვს, ძალიან ცუდად ჩანს რა. ეს ნორმალურია ისეთი. მოკლედ ეს არის ლაშას მანქანა, ვინც არ იცით. აი ზოგიერთი. არა უშავს მო. ხოდა რავი, ძალიან კაი ტიპია. ეს გემოვნების საკითხია ალბათ, მე ცოტა სხვანაირი ფორმები მომწონს უკანა მხარეს, მაგრამ რავი, კაია რა, საბოლოო ჯამში ძალიან დამებას. გვებით მოუწესრიგებია ძმაო. საღოლ. აი, მიშო საითაა ჩვენი? ეს არის ახალი ტრაკი. ეს არის მეორე ასლი რა, ვისაც გახსოვს ტრაკები რომ ჩამოვასხით ჩვენ, ეს არის მეორე ზუსტად. აი, ეხლა ჩვენ გვინდა დისთვისაც მოვედით, აქ ეს არის კაპოტი, რომელიც გვიქნება ახალი და უსუბუთესი კაპოტი. ხო, ძალიან კაი. უსუბუთესი კაპოტი. მოდი გამოიტანეთ, ან გადავიღებთ, მო. ნახოთ რა ვიძია. უფ. აუ, ბიჭო, მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა. ხო, არ გადა. ხელოდი შპაგიასია. ეს არის ალივის დეტალი და ალივის გამოყოლილია. არაფერია, ხო, არ გადა, შვენიერია. ამასაც ახლა ისინი რაც აქვს, სულ ყალიბის გამოყვა, ყალიბი იყო ეგეთი რა. ხო. დეტალი და ძალიან მაგარი. ხო, ესენი გადასწორდება, მე იქნება იდეალური რა. აი, ჩვენი შიტოკიც. და გვერდები გვინდა კიდე, ამისი. რეზინები, ხო. ფული გამიშა, მეთი რა გვერდები? არა. ვინც არიცით? მიშოს ეს ვათხოვე და გამირემონტა და ძალიან დიდი მადლობა ძმაო ამისთვის. იმენა ახალივით არის. ასე რომ ძალიან ჯიგარია მიშო. Imagine, if you will, sitting down to your morning coffee, turning on your home computer to read the day's newspaper. Well, it's not as far-fetched as it may seem. In fact, როგორც იცით, ჩვენ სილვიაში ჩავდით 1.5 ჯეიზი, ახალი აწყვობილი ძრავია. და დღეს ვაპირებთ დაკოკოს. დღეს გავაკეთეთ კალიბრაციები და რაღაცები, ანუ ძრავს რო გქონდა აუცილებელია სენსორები და უნდა აკონტროლო რა წნევაზე დაიქოქა, ანუ ზეთის წნევა და რაღაც დეტალებია რა, მოკლედ რა. რასაც ვაგვარებდით აქამდე და ცოტა რთული აღმოჩნდა ეგ. იმიტომ რომ ყველაფერი შედის კომპიუტერში და ამ წელს გადავწყვეტეთ რომ ყველაფერი მართოთ კომპიუტერით, ანუ აღარ იქნება ცალკე დამოუკიდებელი მოდულები და რაღაცები რა. ერთიანად გამართავს კომპიუტერი ყველაფერს. თუ რამე ხარვეზე ამოვარდა კომპიუტერში, გულისხმობ იმას, რომ ზეთის წნევა დავარდა, ან ბენზინის წნევა დავარდა, ან რაღაცა, დაცვის ფუნქციები ექნება კომპიუტერს და მაგის მიხედვით გადავწყვიტავთ თუ რა უნდა გააკეთოს შემდგომ ძრავმა. ანუ უნდა ჩაქრეს, უნდა განაგრძოს მუშაობა დაბალი ცხენით, თუ რა უნდა გააკეთოს რა. მაგ ყველაფერს რეგულირება დაგჭირდება დროთა განმავლობაში, დღეს ვერ მოვასწრებ მაგ ყველაფერს. მაგრამ საბოლოო ჯამში მაკეთკენ მივდივართ. ეს ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ძრავი, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ კრიტიკულ მომენტებში ზოგჯერ ძრავის გაფუჭება ღირს, ვიდრე მთლიანად მანქანის დამტვრევა. ხო და მაგას დავარეგულირებთ რა. ეხლა ავალთ ჩვენ გარაჟში, უსტავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც გვაქვს გარაჟი და შევეცდებით დავქოკოთ ძრავი. ეხლა არიან იქ ჩემი ძმაკაცები, რომლებიც აგვარებენ ელექტრონულ დეტალებს, კონკრეტულად კალიბრაციებს და რაღაცებს რაღაც გელაპარაკეთ რა და იმედი მაქვს რომ მოასწრეს და ზეც გავუშვებთ, ჩავასხავთ
ყველაფერს შევამოწმებთ. და იმედი მაქვს, რომ დღეს გვექნება უკვე დაკოქვის ვიდეო. კარჩე ხავ ვცდილობთ, რომ თან ვიზუალი გავაკეთოთ, თან ელექტროობა გავაკეთოთ, თან ძრავი დავქოქოთ და ერთმანეთს უშლით ხელს. მაგრამ ეხლა რაღაც ნაწილს რო გავაკეთებთ და მოვრჩებით, მე გადავალთ დაკოქოზე, იმიტომ რომ დღეს უეჭველი უნდა დავქოქოთ ძრავი. ვინც არიცით, ზეთის წნევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ძრავს ქოქავ. უნდა აკონტროლო და უნდა ნახო, ნამდვილად იპოხება თუ არა. კალენვალი და ეგეთი დეტალები ძრავში. პრილოებს მოუწია ცოტა გადაჭრა, არა უშავს სამაგიეროდ ზაზორები გვექნება უკეთესი. სავარაუდოდ აი აქაც მოგვიწევს ცოტა მოჭრა. იმიტომ რომ ეს S15-ის არის, ეს S14-ის არის და ერთმანეთში უნდა ჩაჯდეს. ზაზორი ძალიან საკაიფო გამოვა. აქაც ძალიან ჯიგრულად დაჯდა, ზუსტად გადადის. მოკლედ, რისი თქმაც მინდა კიდე ვიდეოდან ნახავთ ალბათ ამას, იმიტომ რომ ეხლაც მუშაობენ ბიჭები ჩემ მანქანაზე. ძალიან დიდი მადლობა. მინდა რომ აქედან ნახოთ, ჩემო ძმაკაცებო და მეგობრებო, ვინც მეხმარებით და თქვენს გარეშე ვებს ვერ გავაკეთებდი და კიდე ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება. აი, როგორი ტიპები ვიცი, რომ აი ისეთ მომენტში რო იცნობ რა, ან შეიძლება რაღაცას ყიდიან უბრალოდ Facebook-ზე და რო დაურეკავ ეტყვი და ხო არ ეუნები ეგრე რომ აუ ხეროდინაშვილი მე იუთუბერი ვარ და რაღაცა და რო იგებენ ხოლმე ანუ ხეროდინაშვილი და რაღაცა და ანუ ეს YouTube-ის თემა ავტოსფეროში ხა მაინც ყველას უყურებთ. აი მართლა გეუნებით ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მაჩუქეს, ძალიან ბევრი რაღაცა ისეთ ფასებში მომწეს, რომ მართლა ნაჩუქარია და არ მოვიწყდება ძმაო. დიდი მადლობა თქვენ კიდე ერთხელ. რო გგონია რომ ფინიში გადიხარ, всё, ყველაფერი მორჩენილია. ორი მაგდენი კიდე წინ არის ხოლმე როგორც ყოველთვის. ეს არის ელექტროობის დეტალები. ნუ ყველაფერი ხარისხიანად ვარ გამოყვანილი, მაგრამ დრო აღარ არის. ფიზიკურად აღარ არის დრო. არ ვიცი როგორ მოვასწროთ, მაგრამ უნდა მოვასწროთ. საბოლოოდ მივედით მე მგონი იმ ეტაპამდე, რომ ზრავის დაკოქვა უნდა ვსინჯოთ. თან 8 საათი ხდება. ჩქარობთ, მაგრამ დღეს უნდა გადავწყვეტოთ ზრავი მუშაობს თუ არ მუშაობს. ჯერჯერობით მარტო დავატრიალებთ ზრავს, ნახავთ. მექანიკური პრობლემები აქვს, ნუ არა აქვს მექანიკური პრობლემები, შევამოწმეთ, მაგრამ მაინც გვინდა რომ სტარტერით დავატრიალოთ ჯერ და შევხედოთ რა ხდება, როგორ ხდება. მიდი მაგაში წყალი ესხათ. წავიდა გალფი. აორთქლდება. აქ რამდენიანი კარტერი გვაქვს? ბიჭო, მოდი 1 ლიტრი ჩავასხათ და ვნახოთ რამეს ხო არ გაზდის. კი, გაზდის. გაზდის არა პატარა ბიჭო. დაატრიალე ერთი კრიმი. არა ვინა მე? ხო. კომპრესიები გვაქვს, იქიდან რაღაცები ამოყვა. არა, რანაირი ხმა? ბიჭო. იმიტომ რომ სოჩები არ აყენე. მიდი შენ დაატრიალე. ბიჭო, თვითონ ძრავის ხმა რაც, კაი. მიდი დაატრიალო. მიდი. ზეთსნევა სანამ ვსუს ატრიალე. ვატრიალებთ, მაგრამ აკუმულატორი მოგვიკვდა, ეხლა მეორე მანქანიდან ამოვიღეთ და შევეცდებით რომ დავაყერე მიშკოც და ისე დავატრიალოთ. დავკოთ? ხო, სოჩები ვატაკოთ. ამოიტანს ეგრევე. ამ მომენტს ველოდებოდი 3 თუ 4 თვე. ეხლა წდება იმდენი რაღაცა, რომ შეიძლება გეგმას გავუყვეთ ჩვეულებრივად. შეიძლება დღეს დავრჩი აქ და ზრავი ამოვაგდო. დავრჩი არა, დავრჩე თ. მზად ხარ? დავაი. მოიცა. ყორ გადაო. რატომ ანერვიულებთ? დავაი. მოგდა.
კომპრესია. ხო. დაფირულდა დღეს დაკოქვა, მაგრამ არა უშს. დაგათენდა მეორე დღეც. სამსხურიდან სასწრაფოდ გამოვარდით, რომ დავქოქოთ. საბოლოოდ ჩვენი სილვია, ეხა ტრაქს გადმოვაგდებთ, აქეთ გარეთ გამოვიყვანთ. პერიმეტრებზე გადავაერთებთ, რომ კარგად დავატრიალოთ და ჯერ ზეთი ამოვატანინოთ ძრავს და მე შევეცდებით დავქოქოთ. როგორია? აი ესეთ ვიძეა ამ ეტაპზე. სხვათა შორის დღის სინათლეზე პირველად გამოვიდა ესეთ ვიძე. ერას. ეს ვარდისფერი არ იქნება რა თქმა უნდა. მართლა დამაუწყდა. დღეს შევხვდი ერთ საინტერესო კომპანიას, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ერთ საქმეში. წინასწარ არ მინდა ჯერ ვილაპარაკო აქ კომპანიაზე, მაგრამ იქითკენ მივდივართ, რომ ჩვენი სილვია იქნება ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ძერსკბიძე. და რაც მთავარია, ძალიან მაღალი ხარისხის ფირით იქნება შეკრული. ანუ ხო არის ისეთი ვარიანტები ხომ რომ დიზაინს რო გააკეთებენ, დიზაინში ძალიან მაგარია, მაგრამ რეალურად არ არის ისეთ ვიძე რა რეალობაში. ამ სილვიაზე იქნება სხვანაირად. დიზაინს რო გავაკეთებთ, უფრო მაგარ ვიძე იქნება სინამდვილეში. აი ქოქება. აცად მოიცა, აიღოს ცოტა აკუმულატორმა. გავარის. გავუშვა? მიდი აბა. ეხა ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ ნელ-ნელა რეისინგ აპკატკაა და მაგის შემდეგ უნდა დავიწყოთ სენსორების დაერთება, რომ ყველაფერი გვაკონტროლოთ. პრინციპში ჯერ სენსორები უნდა დავაერთოთ და მე უნდა გავიაროთ აპკატკა კი. აი, ბოდიში მაპატა. ამოჭერი უკვე უმაჩასვი. ხო, და რავი, მოკლედ, თავარია რომ გილოცავთ, მე მგონი პირველ ეტაპზე იხილავთ ხეროდინაშვილს. პრინციპში თქვენ რაც გიზლოცავთ, ჩემ თავს ულოცავ პირველ რიგში. ხო და რავი, დანარჩენს უკვე ვნახავთ ალბათ შემდეგ სერიაში. დიდი მადლობა ვინც უყურეთ არხს. გამოიწერეთ და subscribe-ეთ, რაც გინდათ უქენით, მოკლედ. აბადროებით.